ალბათ ფილმებში ხშირად გინახავთ ჭკვიანი დამნაშავეები, რომლებიც თანამედროვე მოწყობილობებისა და კარგად შემუშავებული გეგმის წყალობით ბანკებსა და მუზეუმებს წარმატებით ძარცვავენ, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია და მძარცველების უმეტესობა ჭკვიანი ნამდვილად არაა. ამ ეპიზოდში ყველაზე სულელ დამნაშავეებს გაჩვენებთ. ეს მარტო სახლში ახალი ნაწილი არ გეგონოთ. ამ ჭკვიანურად მოფიქრებული მახის ავტორი კევინ მაკალისტერის ნაცვლად კალიფორნიაში მცხოვრები კეიტი კამარენაა. რამდენიმე კვირის განმავლობაში კეიტის უბანში კრიმინალების ბანდა მოქმედებდა, რომლებიც ავტომობილებიდან სხვადასხვა ნივთებსა და ხელსაწყოებს იპარავდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიცია დამნაშავეების დაჭერას ვერ ახერხებდა, კეიტმა მათთან გამკლავება საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა. მან საკუთარ მანქანას ის სარწყავი სისტემა მიამაგრა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა. გეგმამ იდეალურად იმუშავა და მოულოდნელობისგან შეშინებული ქურდი მის ავტომობილს სასწრაფოდ მოშორდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქურდი საკმაოდ სულელია, მასზე ბევრად უარესებიც არსებობენ. Walmart-ი საკუთარ მომხმარებლებს ფულის დაზოგვას ურჩევს და როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ეს რჩევა გაითვალისწინა. ნივთის ყიდვის ნაცვლად მან სუპერმარკეტიდან მისი მოპარვა გადაწყვიტა. ერთი ისაა, რომ ამ ქურდის გეგმამ იდეალურად არ იმუშავა, რადგანაც ქურთუკის უკან ასეთი დიდი ზომის ყუთის დამალვა უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქურდობის სულელური მცდელობა იყო, ყველა დამნაშავე ასეთი უნარო არა. ეს ქალი ჯადოქარს უფრო ჰგავს ვიდრე დამნაშავეს, რადგანაც ამ ხელა ტელევიზორის კაბის ქვეშ ასე კარგად დამალვა ალბათ მის გარდა არავის შეუძლია. ეს შემთხვევა 2015 წელს კოსტა-რიკის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვიდეოზე საკმაოდ სულელურად გამოიყურება, ის მაღაზიიდან ისე გავიდა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ბრაზილიაში ამ ქალებმა კოსტა-რიკელი ქურდის ხრიკის გამეორება სცადეს, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. Vamos lá, vamos ver o que estava escondido aí. Vamos lá, vai tirando, tira tudo. Vai lá, que bonito, hein? Joga no chão aqui. Isso, põe no chão. Produto para não ter que pagar, aí vai vai lá. Vamos lá, vai tirando aí. Vira aqui, ó. Ei. ამ ძარცველებმა რამდენიმე ნივთი მაღაზიიდან შეუმჩნევლად გაიტანეს, მაგრამ ქურდობის მორიგი მცდელობის დროს ისინი მაღაზიის მეპატრონემ შენიშნა. საბოლოოდ მათ მოპარული ნივთების დაბრუნება მოუწიათ. როგორც ჩანს, ეს ხრიკი ქურდებში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ზოგიერთი დამნაშავე უფრო კრეატიულ მეთოდებს იყენებს. როდესაც ეს ქალი ტანსაცმლის მაღაზიიდან კაბებს იპარავდა, ალბათ ის არც კი დაფიქრებულა, თუ რამდენად უხერხულად იბრძნობდა ის თავს იმ შემთხვევაში, თუ მას შეამჩნევდნენ. აშკარაა, რომ ეს ქალი ბრაზილიელ ქურდებზე ჭკვიანურად იქცეოდა, რადგანაც მას კაბის ქვეშ სპეციალური ჯიბე ჰქონდა, სადაც მას მოპარული ნივთების ჩაწყობა შეეძლო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, წარმატებით არც მისი მცდელობა დასრულებულა. ყოველ შემთხვევაში, მას ძარცვა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგ დამნაშავეზე. ავსტრალიის ერთ-ერთ მაღაზიაში ბიჭმა სალაროზე ალკოჰოლის ყუთი დადო და ავტომატურ კარს ფრთხილად მიუახლოვდა. ის ფიქრობდა, რომ მისი გეგმა იდეალური იყო. ბიჭი სასმელების აღებას და მაღაზიიდან გაქცევას აპირებდა, მაგრამ გამყიდველი ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. მან ბიჭის საეჭვო ქცევა მალევე შენიშნა და სპეციალური ღილაკის გამოყენებით კარი იქამდე ჩაკეტა, სანამ დამნაშავე მაღაზიიდან გაქცევას შეძლებდა. ამიტომ, როდესაც ბიჭმა ყუთით გაქცევას სცადა, მაღაზიის კარი უკვე დაკეტილი იყო. მას უხერხულად მოუწია ჯიბეებში ფულის ძებნა და შემდეგ ყველაზე უხერხული საუბრის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომლის გაძარცვასაც ის აპირებდა. მოდით, წვრილმანი ხულიგნებისა და მაღაზიის ქურდებიდან უფრო სერიოზულ დანაშაულზე გადავიდეთ. Yo, violence.
ნიუ-ჯერსიში ამ ქურდმა ბანკომატის მოპარვა მარტივად მოახერხა, მაგრამ მის და სამწუხაროდ მას მანქანა არ ჰყავდა. ბანკომატის სახლში მიტანის ერთადერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ამიტომაც მან ავტობუსში ასვლა გადაწყვიტა. მისი გენიალური გეგმა სრული კრახით მას შემდეგ დასრულდა, რაც მძღოლმა ავტობუსის კარი ჩაკეტა და ქურდი ტრანსპორტში არ აუშვა. ახლა კი შევხედოთ მორიგ గენიალურ ქურდს. ఇది జామగుడి జోడ్పూర్ జామగుడి ఇతను కంచిలి పాపరం అంటున్నారు రీస్ పాపరం అంట జామగుడి లోపలికి ఎరగొట్టు ინდოეთის ქალაქ ანდრა-პრადეშში გადაღებულ ამ ვიდეოზე ნაჩვენებია მომენტი, თუ როგორ ამაოდ ცდილობს ქურდი ტაძრის კედელში გაკეთებული ხვრელიდან გამოძრომას. ქურდი ტაძარში პატარა სავენტილაციო ფანჯრიდან შევიდა და ჯიბეები ვერცხლის სამკაულებით აივსო, მაგრამ უკან გამოსვლის მცდელობისას ის გაიჭედა. წარუმატებელი გაქცევის შემდეგ დამნაშავემ ყვირილი დაიწყო. მას იმედი ჰქონდა, რომ ვინმე დაეხმარებოდა. ბუნებრივია, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დახმარების ნაცვლად პოლიციაში დარეკეს. ვიდეო გადაიღეს და ის საჯაროდ შეარწყვინეს. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ქურდისთვის სიამოვნო იყო, თუმცა შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო. არიზონაში მცხოვრები ეს დამნაშავე საშინლად სუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მოწმის თქმით, ქურდი მაილსის დაწყებითი სკოლის ხობეზე აძვრა, მაგრამ როდესაც ის მეორე მხარეზე გადასვლას ცდილობდა, მას ფეხი დაუცდა. მისი ფართო შარვალი ღობეს წამოედო. სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა ის ასეთ მდგომარეობაში. პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. დამნაშავე ღობიდან ჩამოხსნა. შემდეგ კი ის დააპატიმრა. ეს ბიჭი დამამცირებელ სიტუაციაში მოხვდა, მაგრამ ის ერთადერთი დამნაშავე არ არის, ვინც თავდაყირა დაეკიდა. ამჯერად ინგლისელი ქურდის წარუმატებელი ძარცვის მიზეზი ფეხსაცმლის თასმები აღმოჩნდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქურდი გატეხილი ფანჯრიდან სახლში შეღწევას ცდილობდა, თუმცა მისი სპორტული ფეხსაცმელი და თასმები ფანჯრის ჩარჩოში გაიჭედა. ამ დროის განმავლობაში ქუჩაში დაახლოებით 30 გამვლელი შეიკრიბა, რომლებიც ამ უცნაურ სანახაობაზე იცინოდნენ. როდესაც სახლის მეპატრონე სამსახურიდან დაბრუნდა, ქურდმა პატიება ითხოვა, მაგრამ მეპატრონემ პოლიცია მაინც გამოიძახა. მსგავსი სიტუაცია შეემთხვა შემდეგ გენიალურ დამნაშავესაც. ამ ვიდეოზე ჩანს თუ როგორც ცდილობს ქურდი ავსტრალიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე წიგნის მაღაზიაში შეჭრას, მაგრამ ერთ მომენტში მისი ზურგჩანთა კარებს შორის იჭედება. მოგვიანებით კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ტოვებდა ის მაღაზიას მძიმე სეიფით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ მან წიგნის მაღაზია წარმატებით გაძარცვა, ფიქრობ, რომ ის მათ წაკითხვას ნამდვილად არაპირებს. ეს ქურდები პირველივე დაბრკოლებამ შეაჩერა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ისინი შენობაში შედიან, ბევრი რამ მაინც შესაძლოა არასწორად წავიდეს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შეუსრულებელი მისიის დაბალბიუჯეტიანი ვერსია, მაგრამ რეალურად ეს ვიდეო ჰოლივუდის ნაცვლად ავსტრალიაშია გადაღებული. სახლში შესვლის შემდეგ დამნაშავემ კამერები დაინახა, ამიტომაც მან ერთი შეხედვით ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მიატაკზე დაუსრულებელი ხოხვის მიუხედავად ის კამერის ხედვის არეალში მაინც მოხვდა. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს, ერთ მომენტში ის პირდაპირ კამერისკენ შემოbrunდა. ძარცველი სახლიდან ორი სეიფის მოპარვას აპირებდა, მაგრამ როდესაც მეზობლად მცხოვრებმა ადამიანმა რაღაცი ეჭვა, დამნაშავემ სახლი ხელსარიელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კამერამ მისი სახე კარგად დააფიქსირა, პოლიციამ მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ასეთი დანაშაულის ნიღბის გარეშე ჩადენა ნამდვილად სულელური გადაწყვეტილება, თუმცა ხანდახან დამნაშავებისთვის მთავარი სირთულე სწორედ ნიღაბი ხდება. როდესაც ილინოისის შტატის ქალაქ ბელვილში ამ ქურდმა ბენზინგასამართის სადგურის გაძარცვა გადაწყვიტა, ის ნიღბით მივიდა, მაგრამ მისი არჩევანი იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ის მაღაზიაში გამჭვირვალე ტომბრით შეიჭრა. ძარცველმა ბენზინგასამართის სადგურიდან მხოლოდ და მხოლოდ $60
შემოიპარა. გასაკვირი არაა, რომ როდესაც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები პოლიციას გადაეცა, გამომძიებლებმა ქურდი სწრაფად ამოიცნეს და მოგვიანებით ის დააპატიმრეს. მას სარცვისა და სხვა დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ დამნაშავეს კონკურენტები ჰყავს. ეს ქურდები ვირჯინიის შტატის ქალაქ ლუიზაში მდებარე მაღაზიიდან ალკოჰოლს იპარავდნენ. გაურკვეველია, თუ რატომ აირჩიეს მძარცველებმა საზამთროს ნიღბების ტარება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა მაინც შეძლეს. მძარცველი 20 წლის ჯასტინ როჯერსი აღმოჩნდა. მაღაზიიდან ოფისში გადავინაცვლოთ და დავაკვირდეთ ერთ დამოუკიდებელ კონტრაქტორს, რომელსაც დამსაქმებლის მოტყუების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ $563 ოდენობის ჯარიმა და 2 წლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა. ეს ალექსანდრ გალდინსკია, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძალებით თაღლითობაში მოსინჯა. ვიდეოში ჩანს, რომ ის იატაკზე ყინულის კუბებს ყრის. შემდეგ ერთ-ერთ მათგანს გამიზნულად ფეხსად გამს და იატაკზე წვება. თაღლითი ყვირილს იწყებს და მალევე მასთან მის დასახმარებლად მისი თანამშრომლები მოდიან. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კაცმა კომპანიის წინააღმდეგ სადაზღვეო სარჩელი შეიტანა, სადაც სასტრაფო დახმარებით მგზავრობისა და არარსებული დაზიანებისთვის საჭირო ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებას ითხოვდა. თავდაპირველად კომპანია თანხის გადახდას აპირებდა, მაგრამ კამერების შემოწმების შემდეგ სიმართლე გაერკვა. გალდინსკი მსხვერპლიდან მაშინვე დამნაშავედ იქცა. ასე რომ ალექსანდრის, როგორც თაღლითის კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის კვლავ დამოუკიდებელ კონტრაქტორად დაიქირავონ. სამწუხაროა იმ ფაქტის გაანალიზება, რომ ზოგიერთი ადამიანი ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა ყველა დამნაშავე ასეთი არაკეთილსინდისიერი არ არის. ზოგიერთი ნამდვილად შრომის მოყვარია. აი მაგალითად ეს ბიჭი ან ძალიან სულელია, ან ყველაზე მზრუნველი ქურდი მსოფლიოში, რადგანაც ტეხასის შტატის ქალაქ პორტ-არტურში გაზონის საკრეჭი მანქანის მოპარვის შემდეგ ამ დამნაშავემ რატომღაც წასვლამდე მეპატრონის გაზონის მოწესრიგება გადაწყვიტა. პოლიციის მოსვლის შემდეგ ქურდი მძიმე გაზონის საკრეჭით გაქცევას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი დატოვება მოუწია. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დახმარებით პოლიციამ ქურდი ამოიცნო, თუმცა მათ მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ამ დამნაშავემ პოლიციისგან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ ყველა კრიმინალს ასე არ უმართლებს. 2017 წელს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მცხოვრები ჯონ ბელი ტელეფონების მაღაზიაში იარაღით შეეჯრა და ფული მოითხოვა, მაგრამ გამყიდველი და სხვა მაღაზიის სტუმრები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. ისინი მაღაზიიდან გაიქცნენ და კარი გარედან ჩაკეტეს. ქურდები, როგორც წესი, შენობაში შეღწევას ცდილობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯონს ყველაზე მეტად მაღაზიიდან გაქცევა სურდა. ის კარს ხელებს სასოწარკვეთილი ურტყამდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. გამლელები ყურადღებას არც მის ვედრებას აქცევდნენ. პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა და დამნაშავე დააკავა. ამ წარუმატებელ ქურდს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისგან განსხვავებით, შემდეგი ქურდის უნარები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მისი ძარცვის მოტივი ნამდვილად სულელურია, რადგანაც მან მაღაზიიდან მიკი მაუსის სათამაშო მოიპარა. არავინ იცის თუ რაში დასჭირდა მას ასეთი რამ, მაგრამ ქურდებიც ადამიანები არიან. შესაძლოა, ის თავს უბრალოდ მარტოსულად გრძნობდა. მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მაღაზიას ახალი მიკი და მინი მაუსი აჩუქა. არ ვიცი, რატომ უნდა მოიპაროს ვინმემ სათამაშო, მაგრამ შემდეგ ქურდს გასაგები მოტივი ჰქონდა. მას უბრალოდ ძალიან შიოდა. ის საშაურმიდან ხორცის მოპარვას აპირებდა, მაგრამ მის და სამწუხაროდ ეს მბრუნავი დანადგარები ხორცის შესაწვავად დიდ სითბოს გამოყოფენ. ამიტომაც მათი მეტალის კორპუსი წარმოუდგენლად ცხელდება, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, კაფედან საჭმლის მოპარვა უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ იცით რა არის კიდევ უფრო უარესი? შუაგზაზე დანებება. ასეთი სწრაფი უკან დახევა გარკვეულწილად იმედგაცრუებასაც კი იწვევს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ის ერთადერთი არ არის, ვინც პრობლემების გამო დანებდა. 2012 წელს ტეხასის
ტეხასის შტატის ქალაქ ვაკაში მცხოვრებმა ჰანა საბატამ ბანკი გაძარცვა და იქიდან სახლში $6,000 და მოპარული პონტიაკის მარკის ავტომობილით დაბრუნდა. 19 წლის გოგონამ პოლიციას თავი წარმატებით დააღწია. მშვიდად ყოფნის ნაცვლად ჰანამ ვიდეო გადაიღო და ის YouTube-ზე გამოაქვეყნა. ამ უინტერესო ვიდეოში ჰანა თავისი დანაშაულით ამაყობდა და მის მიერ მოპარულ ფულს ხალხს უჩვენებდა. ბუნებრივია, ვიდეომ პოლიციის ყურადღებაც მიიქცია. მათ ჰანა მალევე დააპატიმრეს. ონლაინ აღიარების წყალობით საქმე სწრაფად დაიხურა და მას ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობა მიესაჯა. YouTube-ზე დანაშაულის აღიარება სისულელეა, მაგრამ შესაძლოა უარესიც მომხდარიყო. აი, მაგალითად 2017 წელს ჯესი ბირუბემ ჰანას აჯობა და შესაძლოა ყველა დროის ყველაზე სულელურ დანაშაულად იქცა მას შემდეგ, რაც მან დანაშაულის ადგილზე პოლიცია თავადვე გამოიძახა. 2017 წლის დეკემბერში ჯესიში როგორც ჩანს სანტა-კლაუსმა გაიღვიძა. მან კალიფორნიის შტატის ქალაქ ციტრუს ჰაიტში მდებარე ერთ-ერთ შენობაში შეღწევა ბუხრის საკვამურიდან გადაწყვიტა. სანტას ბუხარში ასვლის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ჯესისთვის ეს პირველი მცდელობა იყო. ბუხრის ძირში ჩასვლისას ის გაიჭედა. ჯესი ვიწრო სივრციდან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც არაფერი გამოუვიდა, მან ტელეფონი ამოიღო და პოლიციაში დარეკა. პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად ეს ყველაფერი ხუმრობად ჩათვალეს, მაგრამ მოგვიანებით მათ ბუხარში მძარცველი აღმოაჩინეს. ჯესი შეიძლება ერთადერთი ადამიანი იყოს, ვინც პოლიციას საკუთარი თავის დასაჭერად გამოიძახა. ამ შემთხვევით ჩვენი სულელი დამნაშავეების სია სრულდება. ამ წარუმატებელი დამნაშავეებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე სულელად? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.